ციტრუსის გასახებასთან დაკავშირებით დღეს უკვე სამოქალაქო სექტორი აქტიურად ალაპარაკდა. ხელისუფლება საზოგადოების წარმომადგენლები პრობლემის დროულად მოგვარებას თხოვს. ოზურგეთში მოწოულ 13,000 ტონა ციტრუსის სრულად გასაღებაზე დღეს უკვე აღარავინ ოცნებობს. გლეხები ამაზე აღარ ჩივიან, თუმცა მეწარმეების მიერ შემოთავაზებულ ფასს ვერაფრით ეგუებიან. დღეს მეზობელ აჭარასა და გურიას შორის ციტრუსთან მიმართებაში ფასთა სხვაობა სამოქალაქო სექტორში კითხვას ბადებს. ჩვენ მოვიკვლიეთ ინფორმაცია და დავადგინეთ, რომ ანალოგიური ტიპის ციტრუსი, კერძო სტანდარტი, ქობულეთში და ბათუმში ბარდება ზოგი 45 თეთრად, ზოგი 50 თეთრად. და ბუნებრივია დავსვამ ასეთ კითხვას. რატომ ხდება ეს ასე ოზურგეთში? რატო იბარებენ ოზურგეთში, აი მაგალითად ლიხაურში 30 თეთრად და ეს მაშინ, როდესაც ანალოგიური ზომის ციტრუსი ბათუმში და ქობულეთში ბარდება 45-დან 50 თეთრამდე. საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, როგორც ცენტრალურ, ისევე ადგილობრივ ხელისუფლებას საზოგადოების წარმომადგენლები პრობლემის ერთობლივად გადაჭრას თხოვენ. მოდი რა ყველა შევიკრიბოთ, ხელისუფლების წარმომადგენელია, მოქალაქეა, დამამზადებელია, დავждეთ და რაღაცა ჩამოაყალიბოთ. ახალი ხელისუფლება ერთი წელი ხო არის ხელისუფლებაშია, ხომ? ხომ უნდა იფიქროს, სამსახური გვაქვს, სოფლის მეურნეობის დარგით გვაქვს კიდევ ამავე დროს IP, ხო? ვიღაცა ხო უნდა დაფიქრდეს ამაზე. მიიღებს თუ არა სამოქალაქო სექტორის რჩევებს, მთავრობა ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ციტრუსთან მიმართებაში დრო არ ითმეს.